მე მგონი ხუთი საერთოდ ციხეში არ უნდა იჯდეს პლაკატზე რაღაც დახატის გამო საერთოდ არავინ არ უნდა იჯდეს ციხეში და ამიტომ რომ სულიად იდეალურ ჯანმრთელი ადამიანი იყოს და პრობლემები არანაირ არ ქონდეს იქ არაფერი არ ესაქმება სადაც ახლა არის ამიტომ ზოგადად გამოსაშვებია და ეხლა მით უმეტეს თუ პრობლემები აქვს ჯანმრთელობის რაც ამბობენ ბოლოს და ბოლოს შეიძლება ქართულოსნებისთვის კარგი მიზეზი იყოს რომ სახე შეინარჩუნოს და გამოუშვას იმიტომ რომ უბრალოდ არასერიოზულიც არის რომ აი რანერი პლაკატიც არ უნდა იყოს ყველაზე მეტი რაღაც შეიძლება დააჯარიმო ადამიანი და ადმინისტრაციულ წესით რაღაც გააკეთო და ციხეში ამის გამო ადამიანს წელწადახევარი აქვს მეგონი მიჭირი ფოტოას და სრუტი ისეთ რაღაცებზე ხალხი გვიზის ციხეში საერთოდ ზოგადად რომ საერთოდ ციხეში არ უნდა იჯდეს ნუ ხა ტროტუარზე დგომა და ვიღაცას რაღაცას რო ეტყვი და შეურაცხყოფას მიაყენებ და ამის გამო ციხეში რო უშვებთ ეს უკვე ფაქტურად ნორმა აქციეს ქართულოსნების ხელისუფლება და ამ შემთხვევაში აი უბრალოდ არასდროს არ დავფიქრებულად საზოგადოებაში რატომ უნდა იჯდეს ადამიანი ციხეში. იმიტომ რომ ზოგადად ჩემი აზრით ციხეში არავინ არ უნდა იჯდეს თუ სხვაზე არის ზალად. აი მარტო მოძალადები როცა აი პირდაპირ რაღაც საფრთხეს რო ქმნიან მკვლელი, მკვლელობის სტელობა, რა ვიცი, ყაჩაღობა. აი ეს რაღაცები კიდე გასაგებია, ნუ გასაგებია რომ უნდა იყოს ამისთვის სასჯელი, მაგრამ ყველა დანარჩენ შემთხვევაში ადამიანი ციხეში საერთოდ არ უნდა იჯდეს. უბრალოდ არც ერთ სცენარში არ შეიძლება რომ წვრილმანი მატერიალური ზიანის გამო ადამიანი ციხეში იყოს. ბოლოს და ბოლოს რამე პირობითი სასჯელი მიუსაჯეთ თუ მაინდა-მაინც სასჯელი გინდა და ციხის სამართალი იყოს, მაგრამ ციხე არ შეიძლება და ასე ძალიან ბევრი გვაქვს. სიამოვნებაში რომ გადახედოთ, ეს უბრალოდ გახმაურებული საქმეებია ასეთი, რომელიც რაღაც პოლიტიკური ლიდერები და ყურადღება ექცევიან, რამდენი ადამიანი ზის ციხეში, რომელიც არაფერი არ დაუშავებია არავისთვის. ადამიანი არის მომჩივანი, რომელიც რამეს ეუბნება, რომ აი რაღაც ზიანი მომაყენო. და მიუხედავად ამისა, ხალხი ციხეში გვიძის. ამიტომ უბრალოდ ეს ასეთი მაგალითები, ასეთი გახმაურებული საქმეები მისთვის არის კარგი, რომ უბრალოდ ხალხი იქნება დააფიქრდეს, რომ უისკნეს ხელისუფლება ხო შეიცვლება. ეს კანონები, ამ კანონის გაუქმება ხო მოგვიწევს. და როცა ამ კანონის გაუქმებაზე მივალ, მე ვიღაცამ არ თქვას, რომ უკვე ქართული ოსნების აქტივისტი ის ციხეში ეკასაშვები, იმიტომ რომ რაღაც გააფუჭაო. მართალი გუნდისთვის რომ ეს იქნება. გაქვთ მოლოდინი, რომ მიიღებენ გადაწყვეტილებას მასთან დაკავშირებით. მოლოდინი არ მაქვს, რომ ქართული ოსნებას სწორად მოექცევა ზოგადად და დიდი ხანია დაკარგული მაქვს ეს მოლოდინი, მაგრამ აგერბენ ბევრი ადამიანია ციხეში სულ უდანაშაული პატა მანჯგალაძე საერთოდ გაურკვეველი ფოტოს გამოზის ადამიანის ციხეში. ელენე მარკერით ზიანი მაინც მიაყენა პლაკატს ვიტყვის პატა მანჯგალაძე საერთოდ არაფერი არ გაუკეთებია ფოტო არსებობს მარტო. და ამიტომ ეხლა სადაც პატა მანჯგალაძე საერთოდ 6 წელი აქვს მისჭი. ანუ აი ვისთანაც არ სერიალ ყველთან რო გადაიღოს ფოტო მაინც ციხეში არ უნდა გაგიშვენ, მაგრამ ფოტოა არაფერი დაუშავებია და მით უმეტეს საპროტესტო მიტინგზე სადაც კიდე 10,000 თუ 20,000 ადამიანი მის ირგვლივ იდგა ამის გამო ციხეში იზის 6 წლით. ეს როგორ შეიძლება ნორმალური იყოს რამე სცენარში. ხო და აი ასეთი სასამართლო რო არის და ასეთი სამართლებრივი სისტემა და ზოგადად პოლიტიკური მე არაფრის კარგი მოლოდინი ზოგადად არ მაქვს.